მოგესალმებით მეგობრებო, მე და ელისი. მიესალმე ხარ? გამარჯობა. მოკლედ, დღეს იქნება ჩემი საჩუქრების განყუთვა რა. ელის საჩუქარი სახში ევოდე. ხო? 30 წლის. ხო, 30 წლის გავხდი და მოკლედ ეხლა გავხსნით იუთუბერებისგან საჩუქრებს. და ბოლოს გენერალური სპონსორისგანაც წავიკითხავ საჩუქარს. ჩემი არხის გენერალური სპონსორი არის ამბასადორი ბეთი. ძალიან დიდი მადლობა რომ ეხმარება ვიდეოების გადაღებაში. ეხლა კიდე შევდით ვიდეოს. პირველი საჩუქარია გვაქვს რევაზასგან. მე ორიგინალურობაში ძალიან მიჭირს ყოველთვის თან აქმაც მინდა ამ ვიდეოში, ამ ვიდეოში მინდა რომ ქსენსუსას დაგვიანებით კი მიულოცე, მაგრამ კიდე ერთხელ მიულოცო დაბადების დღე. წარმატებას წინსვლას და ყველაფერს კარგი გისურვებ ჩემო ძმაო ცხოვრებაში, აი საერთოდ ყველაფერს კარგი გისურვებ. რაც გული და სული დგნა ეგ აღსრულებოდეს ყოველთვის და იმიზნებისთვის მიგეღწევს რა ჩაიფიქრე. და საჩუქარს არ შეეხება, ვფიქრობდი რაღაცა ორიგინალური ყოფილიყო. რაც განსხვავებული და ჩვენი ბოლო ვიდეო რაც გადავიღეთ, მაქინან გამომდინარე, ეგეთ საჩუქარი გადავწყვეტე რა, მაგას უკვე ვიდეოში ნახავთ. იმედია მოეწონება, თან უკან პატარა ტექსტიც მიუთითე. და იმედია, რავი, კარგი იქნება რა. შემდეგში უფრო ვეცდები რომ ორიგინალური ვიყო, უფრო და უფრო. ჯიგრები ხართ. კაი, ნახოთ რევაზას საჩუქარი. რევაზამ გამოგვიგზავნა. აი ესეთი ნახატი. ელ მატადორის, ნუ ჩხუბთან ასოცირებული რა. და უკან უწერია. ეს მატერიალი. არ გააჩერო. ანუ რევაზის ვიდეო ვისაც გავხდენ, ერთი აიკონიკ მომენტი არის, როცა კაპას ვაგდებ და საჩვეუნები არ გააჩერო. ეს შენია ხა? ქართული YouTube-ის მერტე. ოპა. რომ მომეგო რა ერთი წუთი უნდა გამეძლო ლაშას წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა რევაზას ამ საჩუქრისთვის, უღრმესი მადლობა. ვისაც არ გექვთ რევაზას ვიდეო ნანახი, გადადით და აუცილებლად უყურეთ, მაგრამ მცემენ მაგ ვიდეოში. კაი. რევაზას საჩუქარი, აი ესე ლამაზად აქ დავდოთ. ბარემ გადავიდეთ ლაშას საჩუქარზე, რადგან ლაშა ვახსენეთ, მოდი ლაშას ვიდეო ჩავთოთ. მოდი მოვუყუროთ ერთად. სამო გილოცავ დაბადების დღეს მრავალს და ეს არის ძმაო და ჩემგან შენ ეს საჩუქარი მინდა რომ გახსნა და იმედია მოგეწონება და რავი მე გითხარი როდესაც ეს საჩუქარი შეფუთულ მდგომარეობაში განმოგეცი რომ ეს საჩუქარი ყოველთვის შენთან იქნება მეთქე და რომ გახსნი მიხვდები და იმედია მართლა ყოველთვის შენთან იქნება ყოველ დღე ვა რა საჩუქარია ყოველ დღე რომ შენთან ერთად იქნება მავნახოთ მოკლედ რა არის? აბა რა არის ეს? ვა, საღო, ლაშა. როგორ გითხარ ჩაგაქრობინებდით ხო, მაგრამ ჩემი ძმა ხარ, ძალიან დიდი მადლობა. ლაშა ეხა 14-ში იჩხუბებს მყენაში და მოკლედ წარმატებას უსურვებ ლაშას ლაშა. ჩვენი იუთუბერი ძმა არის, მებრძოლი, ძალიან მაგარი. აი, მადლობა ლაშა, აუცილებლად ჩავიცო. კარგი, შემდეგი მოდი ცოტა დიდი საჩუქარია ქიმერასგან. სიცოცხლე ჩემ ძმას სამოს გილოცავს მაო კიდევ ერთხელ დაბადების დღეს ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება რა. ეს სისხლიანი იმიტომ გიწერ ვიდეოს რომ წვერს ვიპარსავდი გავიჭერი და ესე გიწერ ვიდეოს. მოკლედ ეს საჩუქარი გამოგგზავნე მანგამუნისგან, ძალიან მაგარი კომპანია, გეცოდინება წესით და დავამზადებინეთ საიბერპანკის სტილში. მეც აღარ დაგასპოილერებ, იმედია გაგისწორდება, არის შენი ინიციალებით და რა ვიცი,
ველოდები შენ რეაქციებს. გაკოცე და აბა წარმატებები. ვა, საინტერესოა. გავხსნათ მა? ვა, ვახ, როგორი დიდია. რომხელა, საჩუქარი. ტელევიზორი იქნება. ელისო, მე მგონი ტელევიზორი იქნებაო. აჰა, იმიტომ ტელევიზორები ეგეთი დიდია. ხო, მომიყო. ვაუ, რა მაგარია. როგორი ტელევიზორია მაგარი. მომიყო, ნახე რა ლამაზია. კიდე ჩაკადა ჩვენი მასე. ჩამოვკიდოთ, ხო? კი. აუ, რა ლამაზია. აუ, არა ის. ესე დავდებ და ის. აუ, როგორი ლამაზია მომწონს. რასი ლამაზია, ხო არ გადავ. აი. რასი მადლობა ქიმერას და მანგამოს. აი, მაგარია. ლამაზია მა? კი, ლამაზია. თაშენ მანქანა აქვს. ეს არის შენ. ეს ხაშენ. მოგწონს ხო? კი, მომწონს. მაგარია. აი, მანდიდას. ოპა. როგორი ლამაზია. აუ, ძალიან მაგარია, ძალიან გამიხარდა მართლა. უღრმესი მადლობა. ქიმერ ჩემი ძმა ხარ, მადლობა. შემდეგი საჩუქარი. მოდი გავხსნათ ჰიტასგან. გილოცავ დაავადების დღეს მრავალ წარისწარი და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ ყველა შენ ძვირფას და საყვარელ ადამიანთან ერთად. მე შევასჭირო რომ მეჩუქებინა შენთვის ვეფხისტყაოსანი. რადგან რომ ვფიქრობდი რა მეჩუქებინა ზოგადად, როცა ვეფხისტყაოსანი მომივიდა თავში ვფიქრე რომ ამაზე ძვირფას ვერაფერს ვაჩუქებდი. ნებისმიერ გვერდზე ადამიანმა რომ გადაშალოს და რამე სიბრძნე ამოიკითხოს და ეგ სიბრძნე გაითავისოს, მის ცხოვრება იმამათიდან ცოტათი უკეთესი გახდება. ჩემი აზრით. ამიტომ მე თვითონ ძალიან გამისწორდა ამ საჩუქრის შერჩევა რომ მოვახერხი ასე. და ამან იმდენად კარგი ზომები დამალუფლა რომ მე მგონი კიდევ ვაჩუქებ ბევრ ადამიანს. და ამიტომ მადლობა შენ რომ ამის გაცნობიერების საშუალება მომიცი. ძალიან დიდი მადლობა ჰიტას. მოკლედ გეტყვით ხა. შეფუთვიდან გამომდინარე მე მივხვდი რომ წიგნია რა და დედას გეფიცებით ძალიან მინდოდა ვეფხისტყაოსანი ყოფილიყო და გეტყვით რატო. მე სკოლაში, 30 წლის ვარ უკვე დავბერდი და ჩემ დროს სკოლაში ისწავლებოდა არა მხოლოდ ქართული სექტორი, რუსული სექტორი, სომხური სექტორი, მოკლედ რა და მე ვისწავლობდი რუსულ სექტორში. და მან სამწუხაროდ ვეფხისტყაოსანი არ ქონდა. ვახ. ხო და სულ მინდოდა რომ მეყიდა ვეფხისტყაოსანი და წამეკითხა. და ჰიტამ ჩემმა ძმა, ვინ თუ არა ჰიტამ. აი, რათაც უნდა და ეს იყიდა. მე გპირდები ჰიტამ. აუ, ეგ რომ ყოს გინდა. ამ წიგნს ძალიან ბევრი მსმენია და ძალიან ბევრი ფრაზა ვიცი ისედაც რა. ამ წიგნენ, მაგრამ მთლიანად არ წამიკითხოს. აუცილებლად წავიკითხავ ჰიტ ამ წიგნს გპირდები ჩემო ძმაო. შეგიძლია საშინაო დავალებაც მოვწე. ძალიან მაგარია, უღრმესი მადლობა ჰიტას, რაი. როგორი მაგარია. ჩემი ძმა ხარ, იმენა ჰიტა. ეხლა კიდევ ერთი დიდი საჩუქარი. გადავიდეთ ჩემი ძმაზე ირაკლი კეკელიას. მოდი. თუ ჯერ არ განგიყუთავს საჩუქარი, ჯერ განყუთე და მერე უყურე ამ ვიდეოს. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. ოპა, აუ, ამის განყუთვა არ გინდა. ამა მე დავიჭირე. ვინც არ იცის ირაკლის ნუ სავარაუდოდ უკვე ყველამ უნდა იცოდეს. ირაკლის აქვს ირაკლიმ გააკეთა ძალიან მაგარი არხი. სადაც ძალიან საინტერესო კონტენტს დებს და აღწერაში იქნება ყველას არხები ირაკლისიც მათ შორის და აუცილებლად გადადით და უყურეთ ყველა ვიდეოს. მართლა ძალიან დიდ შრომას დებს და ძალიან მაგარ კონტენტს დებს. აი ესე დამეხმარე მიდი. შო. გაწია ნაყუთი. ოპა. ოპა. აუ, ეს არის. აი, ეს არის. იმას რა. იცი რა არის ეს? აი, ეს არის. იმას რა აკეთებ? აი, ესა წითელი და მანდარებ და იმას. ო, ჭადრაკი მა. კი, მე ვიყავს ეგენი. ვაუ. ეგო შენახე. ვაუ. და აი მანდუნა ვაუ, რა სიძახი ბიჭო. აუ, როგორი მაგარია ეგ. მითხავ. აუ, თეთრი და შავი. რა სილამაზია, რა სიძახი. ой, ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა იკა. აუცილებლად
გეთამაშები ძმაო ჭადრაკს მოვიცი ჭადრაკის თამაში. ეხლა მოდი ვიდეოს უყუროთ. განყუთე უკვე? განყუთე. მოკლედ, მაშინ როცა პირველი ჭადრაკი შეიქმნა, იმ ადამიანმა, რომელმაც ეს ჭადრაკის დაფა შექმნა, მეფეს მოსთხოვა საჩუქრად, კი არა და გასამრჯელოდ ესეთი რაღაც, რომ პირველ უჯრაზე დამიდეო 1 ცალი ბრინჯის მარცვალიო. მეორეზე 2-ჯერ მეტი, მესამეზე იმაზე 2-ჯერ მეტი ვიდრე მეორეზე დევსო და ასე შემდეგ, ესე ბოლომდეო რა, 64-ვე უჯრაზე იმაზე 2-ჯერ მეტი ბრინჯი დამიდე ვიდრე წინაზე დევსო. ანუ პირველზე უწევდა 1, მეორეზე 2, მერე 4, 8, 16, 32, ესე, ნუ მოკლედ აღარ მიყვები. მე მაქვს შენთან ერთი ესეთი დავალება. გამოიანგარიშე 64 უჯრაზე რა რაოდენობის ბრინჯის მარცვალი მოუწევდა. და ეს დავალება იმიტომ მაქვს, რომ მინდა იცოდე, რომ ზუსტად მაგდენ ბედნიერებას, ზუსტად მაგდენ სიხარულს, ზუსტად მაგდენ სიყვარულს და ზუსტად მაგდენ გამომწერს გისურვებ არხზე, რამდენი ბრინჯის მარცვალის დაეტევოდა 64 უჯრაზე. ხო, ცოტა გაგაწვალე შენს და კალკულატორიც, მაგრამ ეგ არის რა. ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ, გულში ხარ. ვაუ. გაკეთა. გული გაკეთა. არ ვიცი რა, ბედნიერი ვარ ზა. მამიკო. მესი მადლობა რა, ძალიან დიდი მადლობა ძმაო. ძალიან მომეწონა. ყველა საჩუქარი არის ორიგინალური და კრეატიული, ამღამებთ. შემდეგი ვიდეო არის ნიკათიემში. გილოცავ 60 მამა მრავალ დაესტარი ჯამთები ბედნიერი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და კატანაც იმედი მაქვს რომ მოგეთვალა. აი ხლეში. როგორი გრძელი ვიდეო, ვანიკა. ეხლა შენ ეკნები ესა, ხო? TMG-მ გამომიგზავნა. აი ესეთი მშვენიერება. ზომბებს ესე ია. ვის მომიყო? აი ზომბებს? ზომბები იქნება. ხო. მოკლა ესე. ია. მოკლედ აი ესეთი სილამაზე გამომიგზავნა TMG-მ. ელის არ გაინძრე. კაიგი. მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა, ნიკოშ. ჩემი ძმა ხარ. ულამაზესია რა. უმაგრესი საჩუქრებია. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნეს. შემდეგი საჩუქარი არის ბასტოსგან. როგორი კაიგი მეგრობები გაქვს? მართლა? აჰა, მართლაც. მადლობა. ქრენსოს დაბადების დღეს გილოცავ პირველ რიგში. საჩუქარზე რო ფიქრობდი. კარგად გიცნობ და ვიცი რა გაბედნიერებს ყველაზე მეტად. და შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აბედნიერებს სხვისი გაბედნიერება. სწორედ ამიტომ ჩემი საჩუქარი მსგავს ჟანრში გაგაბედნიერებს. ანუ ეს საჩუქარი არის საჩუქარი სხვისთვის. რო გახსნი ზუსტად მიხვდები ისთვის არის. ზუსტად მიხვდები რა არის. და ზუსტად გაგახსენდება რატომ გადავწყვიტე ეს. გილოცავ, კაი კაცი ხარ და ბედნიერებას გისურვებ შენ საყვარელ ოჯახთან ერთად. ვაუ. ახლა გასხდები მე. გავხსნათ მაგრამ მე ხვდები რა საჩუქარიც არის და ვისის სულამო არის და ვისთვის არის მამიკო, აბა თუ ხვდები ეს სულამო. და არც გავხსნი და მივუსევ ადამიანს, ვის თვითონ გახსნის. ეხ შენი რო არ იყოს. ოვე ეს კამერა. მე მგონი დედიკოსია, ხო? ხო. შევფუთავთ ისე. ვა. კი აქ ჩემი დედიკო არის. ვა, რა მაგარია, დაიჭირე. დაბრუნესნო. ბასტო ძალიან საღოლ. ძალიან დიდი მადლობა რომ მე არ აი შევწეს და დედიკო. უღრმესი მადლობა ჩემო ზმაო, არ ვიცი. აზე ხარ რა ახსოვს? რა დაიმახსოვრ რა? ჩაწერილი არა აქ ბასტოს რო იცოდეთ. მე ჩვენ სტუმრად რო ვიყავით ბასტოსთან. მაშინ თქვა ანამ რომ ძალიან მინდა ამ სუნამოზე. ხო და აუ საღოლ ბასტო დამასწარեց ჩიგარა. შეიძლება მე არ მახსოვდა, მაგრამ ბასტოს ახსოვდა ასე რომ ეს შენ. გილოცავ ჩემი დაბადების დღეს. საღოლ. უღრმესი მადლობა ბასტო, მართლა ძალიან მაგარია დედას გეფისები, აი. ჩემს რო გეჩუქნა, ღმერთს გეფისები, ეგრე არ გამიხარდებოდა, როგორც ეს ყურადღება გამიხარდა, იმიტომ რომ გახსოვს. ანუ ეგ უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა გადავიდეთ G2G-ს საჩუქარზე. ჩემი ძმა
ქსენსუს გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ღმერთმა სულ იმ გულით გატაროს, რა გულიც ეხლა გაქვს და რა გულითაც შენ საქმეს აკეთებ. შენ გაუმწერებთან ერთად დიდხანს და სულ მაგრად იყავი რა. ხო, ეს ჩემი პატარა საჩუქარი არის, ცოტა გადაყუთვები და შეფუთვები და რაღაცეები არ მეხერხება, მოპატიე, ეს ჩემი მცირედი საჩუქარი არის და რაც შემეძლო, აბა შენ იცი, თითი არ გაიჭრა. ხო, რას უნდა ნიშნავდეს ვერთო ჩემო, აბა, განყუთე. ვა, საინტერესოა. ნუ მე ხვდები რას არის, სახლში მივალთ და გავხსნით აუცილებლად სავარაუდოდ ძალიან ძვირიანი თამაშის დანა იქნება, რომელიც ასეული დოლარები ღირს. აიჯი თუჯი საჩუქარი, გილოცავ დაბადების დღეს ბევრჯერ აგევლესოს ეს დანა, ჩემი სიყვარული კაცი. აი. მადლობა, დავამტკიცე. მადლობა, ჯითუ მიყვარხარ. ჩემი ძმა ხარ. მადლობა, მან. და დადგადრაო ჩემი გენერალური სპონსორისგან საჩუქარი, ნახოთ რა არის, რა გამომიგზავნეს, რა საჩუქარია. გამარჯობა ქსენსუს. გილოცავთ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი შენს ოჯახთან ერთად, ისურვებ ყოველდღიურ საუკეთესოს და წარმატებებს. ამბასადორისგან საჩუქრად გადმოგეცემა ვიკენდზე შენს ოჯახთან ერთად დასვენება. დიდი სიყვარულით ამბასადორი. ვაუ. რავი, დაგვისენია საჩუქრებით სავსე, არ ვიცი. უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მატერიალურია და იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საჩუქრების უკან ვინებიდგანენ. უღრმესი მადლობა ბიჭებო. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და თვლი რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ.